წინაზე არ მახსოვს ის ჩაიწერა თუ არ ჩაიწერა რა. კითხვა შველის თქო ძალიან. შველის კი არა ეხმარება ემოციური ინტელექტის განვითარებას. არ მახსოვს მეც და თქვი და ხო, იმ ადამიანების, იმ პერსონაჟების ემოციურ მდგომარეობას ზოგიერთი მწერალი ძალიან კარგად აღწერს ხოლმე. შესაბამისად, შენ თვითონ იჭერ შენ თავში იმას, რომ აი ამ სიტუაციაში მეც მქონია ესეთი განცდა. კავშირს პერსონაჟთან, ხო? პერსონაჟების ემოციებთან და როცა ტექსტს კითხულობ, ნებისმიერ შემთხვევაში რომელიმე პერსონაჟთან კავშირს პოულობ ხოლმე. შეიძლება რამდენიმესთან, ზოგიერთთან რამოდენიმე ნაწილში, ხო? და იმათი ემოციების აღწერა გეხმარება იმაში, რომ შენი ემოციებიც გაიგო და პლუს სხვა ადამიანების ემოციებიც გაიგო, მასთან მიმართებით როგორ არის რა. კი, აი კარგი იქნება თინეიჯერები თუ გვისმენენ და სკოლის მოსწავლეები. მე პირადად ძალიან მადგებოდა ხოლმე სკოლის აი ზაფხული ხო ესე იყო რომ წიგნები უნდა დაგველაგებინა და უნდა წაგვეკითხა და ზოგჯერ ხა რომ ხედავდი ამდენ წიგნს შეიძლება შეგშინებოდა რომ ამდენს როგორ წავიკითხავ, აი მე 500 ფურცლიანს როგორ წავიკითხავ, მაგრამ ძალიან შევდიოდი ხოლმე მე როცა ვიწყებდი თავარია დაწყება. და მე კიდე ძალიან ეხმარებოდა ემოციების გაგებაშიც და კითხვაც მაგრაში თავის გაიგივებაში პერსონაჟს. ძალიან ისე შეხვდეს ხა მაღალ ფართო დამრიგებლური ტონით. და ხო, მაგრამ ვისაც გინდათ რომ ემოციური ინტელექტი გაიხმაოთ, კითხვა ძალიან დაგეხმარებათ მაგაში. კი ბატონო, არა მარტო ეგ თან ლექსიკური მარაგი იდეალურად გამოვიმუშავა მე კითხვით. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის აი შენი რო გაიგო ის რა ემოცია გაქვს. ერთია რომ შეიძლება შეიგრძნო რა, მაგრამ გადმოცემის უნარი. რაღაცა ხონდა თქვა, აღწერო ის რას განიცდი. შესაბამისად ლექსიკური მარაგი მაგისთვის ძალიან გჭირდება. და ბავშვთანაც ელისაც ძალიან ბევრს უკითხავდი უკვე იმასაკიდან რა დროსაც შეეძლო ასე ვთქვათ გაეგო და სიტყვები ესწავლა და მაგრად მუშაობს კითხვა. მაგრად